ვის არ აწყობს საჯაროობა ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძის, ოთარ რომანო ფარცხალაძის, ძმებ მიქაძეების და სხვა პირების ბრალდების განხილვა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. ინფორმაცია საზოგადოებას ვერც ადვოკატები მიაწვდიან, იურისტებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. ამას ოცნების პროკურატურა მოწმეების დაცვით ხსნის, ბრალდებული ელისო კილაძე კი დარწმუნებულია, რომ რეჟიმს სიმართლე აშინებს და რომ საქმე მისი როგორც ჟურნალისტის გაჩუმებას ემსახურება. ინი ბალანჩივაძე დაესწროს ხტომას, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, ვიდრე გეტყოდეთ იმას თუ რა მოტივით მოითხოვა სახელმწიფო ბრალდებამ ხტომის დახურვა და რა იყო უკვე დაცვის მხარის პოზიცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მანამდე გეტყვით იმას, რომ ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლ-ცენტრების მასშტაბურ სქემასთან დაკავშირებით ხტომა დაიხურებოდა, მანამდე ჟურნალისტ ელისო კილაძეს ჰქონდა საშუალება, რომ მიემართას ხტომათა დარბაზში და დამსწრეებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რას ფიქრობს ის მის დაკავებასთან დაკავშირებით, ის უკავშირებს ამას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხილების სერიას და მათ შორის მან დაასახელა კიდევ ერთხელ მამუკა მდინარაძეს, სუსის მოქმედი უფროსი, თქვა, რომ ეს არის შურისძიება სწორედ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე მისი მხრიდან და ასევე თქვა ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით მან თავის დროზე დაურეკა დავით მიქაძეს და სთხოვა, რომ ელისო კილაძეს ეს ინფორმაცია არ დაესაჯაროვებინა. შესაბამისად, ჟურნალისტის მთავარი მოთხოვნა გუშინ იყო ის, რომ სხდომები იყოს ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო, ვინაიდან გაიგოს საზოგადოებამ რა დგას რეალურად ამ საქმის უკან, თუმცა მიუხედავად ამისა ეს მოთხოვნა, ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. სასამართლომ ელისო კილაძე ამბობს, რომ ოცნების მხილებას ის გააგრძელებს ციხიდანაც და იქნება ხმაურიანი პატიმარი. მე მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით, რომ აყვეთი ღონისძიების სახით გამოიყენოს პატიმრობა. გუშინ სასამართლოში გაიმართა 6 პირის პროცესი, რომლებსაც ედავებიან კოლ-ცენტრების მასშტაბურ დანაშაულებრივ სისტემაში მონაწილეობას, ასევე თაღლითობას და ამ 6 პირთან დაკავშირებით პროკურატურა შევიდა სასამართლოში პატიმრობის შუამდგომლობით, მათ შორის არიან ძმები დავით და გიორგი მიქაძეები და ასევე ოთარ რომანო ფარცხალაძე, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. დამაკავეს ისე თვითონ იოთ კრიმინალურ ავტორიტეტს აკავებდნენ სპეცრაზმის გამოგონებით და ჯარჯგურით და რა ვიცი, ასე მაბრალებელი იმას, რაც მე დამეწია ქვეყანაში კოლ-ცენტრების მიღება, ორგანიზებული ჯგუფის წევრად გამოყვანილი, რომლის სამ წელს ფიზიკურად არ ვიცნობ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მიშაჭოხელს, გიორგი მიქაძე გავიცანი პროცესზე, დავით მიქაძე ერეფსებნეში ვიცნობ, ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დავით მიქაძეს მეგობარია და გამოდოს უბრალოდ საშუალება ისე, როგორც საშუალება. ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუსის უფროს მამუკა მდინარაძეს, თავი პროკურორი არის მისი დანიშნული და მისი მეგობარი და კურსელი, მესმის ყველაფერი რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში, იმიტომ რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისე როგორც არანაირი საპროცესო გარიგებაზე, არანაირი აღიარებაზე და არანაირი კომპრომისი რასაკვირში არ დავარი. სახელმწიფო ბრალდების მთავარი არგუმენტი, როდესაც მან სასამართლოს მიმართა სხდომის დახურვის მიზნით, იყო ის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, კოლ-ცენტრების მასშტაბურ დანაშაულებრივ სისტემასთან დაკავშირებით, ბევრი პირი არის გამოკითხული, თუმცა ამ შემთხვევაში პროკურორი არ ასახელებს ამ პირებს და შესაბამისად მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა დახურულიყო ეს სხდომა, ეს შუამდგომლობა კი მოსამართლემ დაუკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდებას. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ხდება ის, თუ რა დევს საქმის მასალებში ვისი ჩვენებები, მათ შორის ელისო კილაძის წინააღმდეგ, აქ საუბარი არის როგორც გივი ჯიბლაძეზე, ასევე ბენანორზე. გივი ჯიბლაძე არის ის პირი, რომელთან ერთადაც ჩანაწერი, მისი და ელისო კილაძის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ისინი საუბრობენ კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებით, ასევე კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და ამ 4 პირის სასამართლო პროცესი გუშინ არ გამართულა. მათთან მიმართებით სახელმწიფო ბრალდება ითხოვს გირაოს შეფარდებას, ამბობს პროკურორმა გუშინ თქვა, რომ მათი თანამშრომლეს გამოძიებასთან და გუშინ მხოლოდ მოთხოვნა იყო სახელმწიფო ბრალდებისა, რომ 6 პირთან დაკავშირებით გამართულიყო პროცესი, ვისთან მიმართებითაც პატიმრობა მოითხოვა პროკურორმა, რაც შეეხება ამ 4 პირს, მათი პროცესი სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება.
დახურულ კარს მიღმა სასამართლო უკვე აღარ არის სასამართლო. თავისთავად ეს ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ რაც გააჟღერა ბრალდების მხარემ, ეს არის სავალდებულო მოსახლეობისათვის, მაგრამ მისი საპირისპირო არგუმენტები არ უნდა მოისმინოს მოსახლეობამ. ხალბატონმა ელისომ თქვა, რომ ჯივი ჯიბლაძეს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი და ეს გამოგონილი იმისთვის არის ყველაფერი, მან აიცილოს პასუხისმგებლობა პირადი და ეს პასუხისმგებლობა გადააკეთოს ელისო კილაძეს და ფაქტობრივად ამ მოცემულების წინაშე ვარ ის გარეთ არის თავისუფლებაშია ელისო კილაძე დაჭერილია და თქვენ შეაფასეთ ახლა რა არის 4 პირი, რომელსაც 9 მილიონი მოპარა უცხოელ მოქალაქეებს და ისინი თავისუფლებაში არიან და ის ვისაც არაფერი არ მიუღია აქედან ეს დაჭერილია. ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და როგორც უკვე აღინიშნა, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. რაც შეეხება დახურვის საკითხს, თქვენ იცით, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში, არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის ტრანსნაციონალური დანაშაული, არაერთი პირი იკვეთება იმისათვის, რომ მათი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება ამ ეტაპისათვის იყოს დაცული და არ გამჟღავნდეს გარკვეული დეტალები, რასაც ისინი გამოკითხვის ოფისში უთითებენ. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე დახურვა პროცესის იყო აუცილებელი. 6 პირთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა გაიმართება 8 აპრილს 2 საათზე. მათ შორის არის დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე, დავით და გიორგი მიქაძეები და მათ შორის არის ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელსაც გუშინ აღკვეთის სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.